30 დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ. მოულოდნელად იყო ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერავ და ავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. დაეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი და საკითხაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. ყველანი აღივსნენ სულიწმინდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა. ხოლო იერუსალიმში იმყოფებოდნენ იუდეველი, ღვთისმოშიში ხალხი, ყველა იმერიდან, რომელიც კითხვის ქვეშეთში არიან. როცა ეს ხმაური მოხდა, ბერმა მოიყარა თავი და შეშფოთდა, ვინაიდან თითოეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ მის საკუთარ ენაზე. ყველანი გაოცდნენ, უკვირდა და ამბობდნენ. განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან? როგორ გვესმის თითოეულ ჩვენგანს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით. პართნი და მინდიელი, ელამენი და მკვიდრნი შუამდინარეთისა, იუდეისა, კაბადოკიისა, პონტოსი და აზიისა, ფრიგისა და პამილიისა, ეგვიპტისა და კირინეის მხარეს მდებარე ლიბიის ოლქებისა და რომიდან ამოსულნი, იუდეველი და ჯუშეცვლინი, კრიტენი და არაბიელნი, უსმენთ მათ, ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიად საქმეებზე, სიტყვა ღვთისა. მადლობა ღმერთს.